ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა შესაძლოა ლონდონში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს. ჩხარტიშვილის მეგობარი და ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე ამბობს, რომ ოჯახის წევრების 25-დღიანი ტყვეობის შემდეგ ჩხარტიშვილზე ზეწოლა ამ დრომდე გრძელდება. რომელი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ ჩხარტიშვილის საქართველოდან წასვლის საქმეში და რას ყოფიან ბიზნესმენის მეგობრები, ნახეთ მაესტროს ახალ ამბებში 9 საათზე. მისი ქვეყნიდან გასვლის შემდეგ მისი ოჯახი, მისი ქალიშვილი, მეუღლე, განსაკუთრებით ქალიშვილზე იყო ძირითადი ზეწოლა, გახდნენ ძევლები, ხელისუფლების ძევლები და მიდიოდა პირდაპირ ჩემი ინფორმაციით უკარა, ჯერ ერთი მოთხოვეს დაჯარიმების სახით 20 მილიონი დოლარი, მე როგორც ვიცი, და მიდიოდა მოთხოვნა, რომ დაბრუნდი, გადაიხადებული და გაგიცვლით შენ ჩამოსვლაში, გავცვლით შენს ოჯახს და ქალიშვილს. გამყრელიძის მიერ გავრცელებულ ჭორებზე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთე. პარლამენტში დღეს სახალხო დამცველს უსმენენ გიორგი ტუღუში დეპუტატებს 2009 წლის მეორე ნახევარში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აცნობს. სახალხო დამცველის მოსმენა პარლამენტში თითქმის ცარიელ დარბაზში დაიწყო. სახალხო დამცველის ანგარიშს მხოლოდ 18 დეპუტატი უსმენს. ომბუდსმენისთვის ეს ბოლო მოსმენა, ამის შემდეგ საკანონმდებლო ორგანო ომბუდსმენს წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მარტში მოусმენს. ტუღუში საკანონმდებლო ორგანოში 4 საათისთვის მივიდა. საყოფაცხოვრებო პირობებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ საჯარო ასულების ზოგიერთი დაწესებულების საყოფაცხოვრებო და სანიტარული ჰიგიენური პირობები იმდენად ცუდია, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში განთავსებული პატიმრები შეიძლება თამამად ითქვას, რომ არაადამიანურ და ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა საჯარო ასულების ახალი დაწესებულებები, კვლავ პრობლემად რჩება ზოგიერთი დაწესებულება, რომლებიც დახურვის რეკომენდაციებს სახალხო დამცველის ანგარიში იქნა გაცემული. აღნიშნული პრობლემების მოგვარება, ასევე სასანადო სანიტარული ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა შეუძლებელია დაწესებულების თუნდაც კაპიტალური გარემონტების გარეშე. ჩემი პრიორიტეტული სფერო იქნება დევნილების საკითხები, ამ მიმართულებით ბევრია გაკეთებული, ბევრია კიდე გასაკეთებელი, მაინტერესებს როგორ უყურებს ამას თვითონ სახალხო დამცველი და ამის შემდეგ მექნება კონკრეტული შენიშვნები და გარდა ამისა, ეს არის ეთნიკური უმცირესობები, როგორ უყურებს ის ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხს. ის საკითხები, რომელიც სახალხო დამცველი აყენებს, აი ამ ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია, დაწყებული პრობლემის, რომელიც ეხება გაჭიანურებულ და გახმაურებულ საქმეებს, მაგალითად ვაზაგაშვილის საქმეზე ითხოვს სახალხო დამცველი გამოძიების განახლებას, მაგრამ სამწუხაროდ მას პასუხი არ აქვს. ჩვენ მიგვაჩნია ის რაც ანგარიშია დასახული, ასევე აი ამ პრინციპულობით წარადგეს სახალხო დამცველი პარლამენტის წინაშე და ორივე მხარემ, ანუ პარლამენტმა და სახალხო დამცველმა უნდა მოითხოვოს ყველა იმ პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა, რომლებმაც არ შეასრულეს კონკრეტული მითითება. სახალხო დამცველის დასკვნა არის სუსტი, მე არ მინდა თქვა, რომ მიკერძოებულია, თუმცა აშკარად იგრძნობა ამოდი ბილათურ ანგარიშის გაწევა ხელისუფლებისთვის, ამიტომ არაფერი არ ენა თქვა იმ პრესინგზე, რასაც მედია დღეს თავისუფალი პრესა და ელექტრონული მედია განიცდის, ცემატყეპაზე, რასაც რეგიონალური ჟურნალისტები განიცდიან, არაფერი არ ენა თქვა საკუთრების უფლებაზე, პირდაპირ ყაჩაღურ წართმევებზე. და სამაგეროდ ცლად არის საუბარი თითქოს ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით უმცირესობების უფლებები ილახებოდეს, რაც თავისთავად სისრულია, უბრალოდ ის არ არსებობს ესეთი რამ და იმიტომ თბილისში ძლიერი წვიმა პარლამენტის წევრებმაც იგრძნეს. რიგარეშე სესიის მსვლელობისას დარბაზში წყალი ჩავიდა. მანამდე კი სახალხო დამცველის მოსმენა პარლამენტში თითქმის ცარიელ დარბაზში დაიწყო. სახალხო დამცველის ანგარიშს მხოლოდ 18 დეპუტატი უსმენდა. სახალხო დამცველმა დეპუტატებს ანგარიში 2009 წლის მეორე ნახევარში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე გააცნო, თუმცა წვიმის შედეგად სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო კანცელარიაში მივიდა. შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან 1 საათს დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. საუბრის დეტალებზე მხარეებმა მისი დასრულების შემდეგ ისაუბრეს. ტიგიპკოს თქმით, ქართული გამოცდილების გაზიარება ეკონომიკურ საკითხებში უკრაინისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან მისი შეფასებით საქართველომ 2004 წლიდან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ნიკა გილაურის თქმით, კი უკრაინა კმაყოფილია საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებით და უკრაინაში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ საქართველოში უკრაინული დელეგაციის პირველი ვიზიტი მნიშვნელოვნად შეაფასა.
ყველა საკითხი განვიხილეთ და ჩემი აზრით ახლა ყველაზე მთავარი ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებია. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სერიოზული პოლიტიკური ცვლილებებისთვის ემზადება. ეს იქნება საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მიმავალი გზა. ამ შემდეგ რაც ახალი პრეზიდენტი არჩეული უკრაინაში, ეს არის პირველი ვიზიტი, ასე ვთქვათ, უკრაინული დელეგაციის საქართველოში. ჩამოსულია მართლა საკმაოდ დიდი დელეგაცია, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები. ძირითადი მიზანი ვიზიტის არის, რომ გაიზიარონ ის გამოცდილება, რაც საქართველოში გაკეთდა რეფორმების მხრივ ბოლო წლების განმავლობაში. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბირო სპიკერმა ბორის გრიზლოვმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოკვეთილი უწოდა. გრიზლოვმა ეს განცხადება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივებზე საუბრისას გააკეთა. გრიზლოვის შეფასებით საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესება შესაძლოა მხოლოდ სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ. საქართველოსთან ურთიერთობის ნებისმიერი გაუმჯობესება მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუ ამ ქვეყნის პრეზიდენტი სხვა ადამიანი იქნება. მიხეილ სააკაშვილი მოკვეთილია, განაცხადა გრიზლოვმა. რუსეთის სახელმწიფო სათათბირო სპიკერმა ასევე გააკრიტიკა ბელორუსის ხელისუფლება იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს ბელორუსის ტელევიზიით გამოსვლის საშუალება მისცეს. ისინი მით სააკაშვილს თავს პრეზიდენტად აგრძნობინებენ, ამით ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არ გამოიწვევს, განაცხადა გრიზლოვმა. მიხეილ სააკაშვილს არ ესმის იმ მოთხოვნების, რომელსაც რუსეთი უყენებს. საქართველოს პრეზიდენტმა ბელორუსის ტელევიზიას ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და საქართველოს-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს შემხოდრი ნაბიჯებისთვის ყოველთვის მზად იყო, თუმცა, როდესაც საქართველო თმობდა კონსენსუსის ნაცვლად, რუსეთი უფრო მეტს ითხოვდა. პრეზიდენტმა ოკუპაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეზობელი ქვეყნის მთავრობას კარგად ესმის ამ სიტყვისა და ტერმინის მნიშვნელობა. მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბული ვითარება საქართველოში რუსული კულტურის მიმართ განწყობაზე ყოფითად მოქმედებს. სააკაშვილის თქმით, ის შესაძლოა საქართველოს ბოლო ლიდერი იყოს, ვინც რუს მწერლებს იცნობს. მე ვფიქრობ, რომ რუსიერი, რომელსაც კარგად ესმის, რას ნიშნავს გეწოდებოდეს ოკუპანტი, ამ შეფასებას არ იმსახურებს. ტერმინ ოკუპაციას რუსების მიმართ მეორე მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ, მას შემდეგ ის რუსეთთან მიმართებაში არ გამოიყენებოდა. ეს ერი მართლა არ იმსახურებს, რომ თავიანთი მთავრობის რაღაც მოქმედებებისა და ამბიციების გამო მათ მსოფლიო ოკუპანტს უწოდებდეს. მე ყოველთვის ვეუბნებოდი რუსეთის მმართველებს, ვეუბნებოდი პუტინს, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, მე შეიძლება უკანასკნელი არა, მაგრამ უკანასკნელის წინამორბედი პრეზიდენტი ვარ საქართველოსი, რომელსაც დაუსრულებლივ შეუძლია პუშკინის, ლერმონტოვის, ბროდსკის, ესენინის ციტირება. მე მიყვარს თქვენი კულტურა, პოეზია, ლიტერატურა, საერთოდ თქვენი ერი. წამოვლენ თაობები და ამ გაუცხოების გამო ახალ მმართველს სულ არ ეცოდინება რა არის რუსეთი, სად არის ის. საკუთარი მაგალითით საზოგადოების დარწმუნების მცდელობა და დაბნეული ოპოზიცია პრეზიდენტმა გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქვეყნის სასიკეთოდ მან ბაბუის ჯიბოაბაშიძის კუთვნილი ჭიათურ მანგანუმის ქარხანა უპრობლემო დათმო. ჯიბოაბაშიძის შვილიშვილი იხსენებს, რომ დასახელებული ქარხანა სხვა ქონებასთან ერთად ბაბუა მისმა ჯერ კიდევ 1930-იან წლებში მაშინ დაკარგა, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება მის გააკულაკა, შემდეგ კი გადაასახლა. პრეზიდენტის გენეალოგია ნახეთ მაესტროს ახალ ამბებში 9 საათზე. მინდა გითხრათ, რომ ჩემმა მთავრობამ გაყიდა ჭიათურ მარგანეცი, რომელიც ეკუთვნოდა ჩემ დიდ ბაბუას ჯიბოაბაშიძეს. საბჭოთა კავშირში თქვენ ვინ გინახავთ პირადი ნივთის გარდა რომ კაც რამე ქონოდა. მორჩა გაცავდა 1927-ში გაცავდა დაიჭირეს და მორჩა ყველაფერი. დაკუთრება როგორც ესეთი რომ თქვათ ქარხანა და ისა ლაპარაკიც არ იყო მაგალითად. ყოველთვის ვიცოდით და ხშირად ამბობდა რომ ბებია ყავდა წერეთელი. მე პატრიარქის ცნობილი ეპისტოლის შემდგომ გამოაცხადა, რომ შთამომავალი იყო თვითონ აგრეთვე ბაგრატიონების. ეხლა განაცხადა, რომ აბაშიძე ყავს ბაბუა და ესე იგი მის ბებიებში და ბაბუებში ყველა გვარი მოიპოვება მგონი სააკაშვილის გარდა და ეგ თვითონ ჩამოყალიბდეს საბოლოო ჯამში, რომელი კუთხის ადგილობრივი არის, რა წარმომავლობისაა.